მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები დღეიდან სამეგრელოს რეგიონში დაიწყება. ის თითოეული დასახლების მიხედვით შენობებისა და იქ ფაქტიურად მცხოვრები ოჯახების სიების შედგენას ითვალისწინებს. 2014 წლის საყოველთაო აღწერის ფარგლებში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა თბილისში, ასევე აჭარის, გურიისა და კახეთის რეგიონებში. 20 თებერვლიდან პროცესი სხვა რეგიონებში გაგრძელდება. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ 2014 წლის ნოემბრის თვეში ჩატარდება. მოუწოდებთ მოქალაქეებს, რომ საქსტატის წარმომადგენლების მისვლის შემთხვევაში უპასუხონ იმ ორ კითხვას, რასაც ისინი დაუსვამენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სათანადოდ მოვემზადოთ მოსახლეობის აღწერისთვის, რომელიც 2014 წლის ნოემბერში ჩატარდება და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებაში დავადგინოთ ყველა სოციალ-ეკონომიკური პარამეტრები და შესაბამისად დაიგეგმოს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა. სპეციალურად მომზადებული საქსტატის თანამშრომლები შემოივლიან კარ-და-კარ სამეგრელოს რეგიონის თითოეულ ოჯახს. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ სენაკის მუნიციპალიტეტი, რადგან სენაკის მუნიციპალიტეტში აღნიშნული სამუშაოები ჩატარდა რამდენიმე წლის წინ და შესაბამისად ჩვენი თანამშრომლები დასვამენ სულ ორ კითხვას. ჩვენი მოსახლეობისთვის, რამდენი ადამიანი მუდმივად ცხოვრობს შინამეურნეობაში და რა როგორ სახელი და გვარი ოჯახის შინამეურნეობის უფროსის.